ონკოლოგია ბავშვთა ასაკში, ყბასახის ონკოლოგია რამდენად ხშირია და ძირითადად რა პათოლოგიებთან და რა სიმსივნეებთან გვაქვს საქმე? ხშირი საბედნიეროდ არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნეები, ძირითადად მაინც ეს არის სარკომები, რომლებიც ეპითელური სიმსივნე კი ბავშვთა ასაკში იშვიათია, პრინციპში არ ხვდება ბავშვთა ასაკში, ძირითადად შემაერთებელხსოვილოვანი სიმსივნეები, სარკომები, სხვადასხვა მე ახლა ჰემატობლასტოზებზე, იმიტომ ეს ჰემატოლოგიაა, მე გეუბნებით სულის სიმსივნეებს ძირითადად და ისინი არიან ძალიან კარგად ექვემდებარებიან ესე იგი ქიმიო და სხიურ თერაპიას, ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე ონკოლოგებს თან გვაქვს კომუნიკაცია და აქ ქირურგიული ჩარევა ნაკლებად, აქ უფრო სხვა მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება და კომბინირებული მკურნალობა, სწორედ წამყვანი არის, მაგრამ ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია და შემდეგ უკვე შესაძლებელია გახდეს ქირურგიული ჩარევა. ჩვენთან ნაკლებად, ჩვენ ონკოლოგიას არის ახლა იქ ლიმფანგიომები და უშუალოდ ადენომები არ არის ხშირი, მაგალითად, აი ყმაყურა ჯირკვლის მოზარდებში არის კი სანაცვლო ჯირკვლის ადენომები, კეთილსებიან სიმსივნეზე თუ ვისაუბრებ და არის ახონ ბავშვებში იშვიათად. ბავშვებში უფრო შეიძლება იყოს რაღაცა სანაცვლო ჯირკვლის კისტები, ძალიან ესეთი კეთილსებიან წარმოქმნები, ფისტულები თუ წარმოიქმნა დაუშვათ იქ კბილიდან რაღაცა ხრელარხი ფისტულა კანზე, ძალიან შორს წასულ შემთხვევებში ყალიბდება. კი არსებობს ყმაყურა სანაცვლო ჯირკვლის ადენომები იშვიათად, უფრო მოზრდილ ასაკში. ამიტომაც ბავშვთა ყბასახის ქირურგია გამოირჩევა თავისი დაავადებების რაღაც არსებობს დაავადებები, რომელიც ბავშვებში უფრო ხშირია, მოზრდილებში იშვიათია და პირიქით. თქვენი პაციენტები რა ასაკამდე ითვლებიან? 18 წლამდე. 18 წლამდე. დიახ. 18 წლამდე თქვენი პაციენტები ხო, ესეა, ანუ 0-დან 18 წლამდე. შემდეგ უკვე მოზრდილთა ჯგუფში გადადის პაციენტი. კი ბატონო.